ის საელჩოებზე იყო, ხა უკრაინაში, მაშინ ყირიმშიც არის რა უნდა გაკეთდეს? უკრაინელები ლაპარაკობენ მინსკის ფორმატით, პოროშენკო ხდება პუტინს და ეხლა როდესაც არის აი რა დიალოგებზე, როდესაც მიდგა საუბარი, პუტინმა შეასრულა სიტყვა და აჭარიდან გაიყვანა ბაზები და იქ იყო შეთანხმება, რომ ანტიტერორისტული ცენტრი უნდა ყოფილიყო, ხა ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს და ეს პირობა დაირღვა და მე თქვა რომ პუტინმა ნას კინულიო. მე როდესაც არის აი კონკრეტულ შეხვედრებზე 95 წელს გახსოვთ. ჩამოიყვანა პრიმაკოვმა არძიმბვა 97-ში ჩამოიყვანა და იყო იქ ლაპარაკი გვეხვეწებოდნენ აფხაზები ფედერაციაზე და მაშინ ჩვენ გავიგიჟეთ თავი როგორ შეიძლება ფედერაციაზე წავიდეთო. ეხა ფედერაცია და კონფედერაცია გვაქვს სანატრელი. მერე კიდე როდესაც არის ბოდიში ხა შენ რუსები მართლები არიან ჩვენ მე არ ვლაპარაკობ ბატონო იმათი პოზიციით რატო ლაპარაკობ იმათი პოზიციით არ ვლაპარაკობ რამდენი მოგვატყუეს რუსებმა ბაზები ის ჯარი არ გაგიკეთეს ჩვენი პოზიციებით რომ ვილაპარაკოთ ეხლა ჩვენ რუსული ციგნებით უნდა დავხიოთ და რესტორნებში რუსული ციგნები აბა რა გონიათ რომ ქართველი წვინო და თქვა ოერტეს როგორ გეკადრებათ მაგრამ მე რო გისმენთ გონი ეხლა ლაპარაკობს რუსი პოლიტიკა არა ოერტე მე აი ხარია აი ზუსტად მაგას მე არ გეჭრებოდით თქვენ გისმენთ არ მეჭრებოდი იმიტომ რომ ყველაფერს საზღვარია შეიძლება დავამთა აი ეს არის სწორედ უყურეთ რა შესაქმე რუსული აი რა არის ეს ქართველებმა რამდენი მოაწყოთ რუსები მე იმას კი არ ვლაპარაკობ მე ფაქტების კონსტატაციას როგორ შეიძლება რა არის აქ რუსული ჩამოვიდა მეთქი პრიმაკოვი ჩამოიყვანა არძიმბა და იყო ლაპარაკი ფედერაციაზე რა არის აქ რუსული რუსული აბა იმიტომ რომ არენდობოდა შევარნაძე იმიტომ რომ ატყუებდნენ შევარნაძეს და მან ძალიან კარგად იცოდა რომ ატყუებდნენ შევარნაძეს ჰქონდა ბოდიში რა გიორგი შევარნაძე იყო ძალიან ჭკვიანი მაგრამ ძალიან კარგად იცოდა რომ ატყუებდნენ და არ წამოეგო მაგ თემებს შევარნაძეც და აგერ არის კაცი და აგერ დაადასტურებს ერთი წამის თუ შეიძლება მე კიდე ერთხელ ვიმეორებ გამსახურდი ახსენეს კიდე გამსახურდიამ ჩამოიყვანა ელცინი ყაზბეგში და მოგვაწყდეს არავითარი იქ მოხდა ის რომ ჩვენ რო სწორი პოზიცია არ გვაქვს სამწუხაროდ კრემლში იქ რენეგატმა ქართველებმა იმუშავეს და ის პოზიცია რომელიც იყო აღებული და მაშინ ნამდვილად ელცინი მხარს უჭერდა საქართველოს ხელისუფლებას საბოლოოდ არ დამთავრდა შევარდნაძის დროსაც ესე მოხდა რომ იქაც რაღაცა პროცესები წავიდა ეხლა იცით რა არის აი ესეთი პოზიცია მე კიდე ერთხელ ვიმეორებ აი ესეთი პოზიცია რომ არ დაველაპარაკოთ ეხლა აფხაზი არის ესეთი არა ესეთი როგორ არა აფხაზები და ოსებისთვის მიმზიდველი უნდა ვიყოთო ხო არის ესეთი პოზიცია არ იქნებიან აფხაზები და ოსები ცოტა ხანში იქა იმიტომ რომ განადგურდა იქაური ეთნოსი და გინდა არ გინდა ისევ ამ რუსებთან მივდივარ და ეს რუსეთი არ დაიშლება ეხლა გინდა მოგწონს გინდა არ მოგწონს და ეხლა რა უნდა ვქნათ მაშინ უნდა წავიდეთ მოლაპარაკებაში მადლობა დიდი მადლობა ერთი პირველი ცხოვრების ეს გამერ უბრალოდ მინდა გამოეხმაურო მე